ეს ტოტი საჭრელი არა. ეგ გამიგე საჭრელი ხვრელიდან გამოდის, აი ეს არის საჭრელი ხვრელი. საჭრელი ხვრელიდან გამოდის საჭრელი ნერვი. ანუ ცხვირსასის ნერვი. თვითონ ეს ტოტი მაინტერესებს, აქ საიდან მოხვდა, აქ საიდან გამოდის. თასასის ფოსოში რა, საიდან მოხვდა? კვანძიდან. თასასის კვანძიდან. გამოდიოდა ორი მსხვილი ტოტი, ეს იყო სასის დიდი ნერვი. პალატინური რო ვისწავლეთ და საჭრელი ცხვირსასის ანუ ნერვოს ნაზო პალატინური. ესე იგი საჭრელი ნერვი ანუ ცხვირსასის ნერვი გამოდის საჭრელი ხვრელით. სად გამოდის თქვენი აზრით? რომელ სასაზე? მაგარ სასაზე. ხო, მაგარ სასაზე. ოღონდ მაგარი სასა ნახეთ ეს სულ არის. უფრო დავაკონკრეტო წინა ნაწილში, მაგარი სასის წინა ნაწილში, მაგრამ ეხლა ორიენტირები გვინდა აქაც. ორიენტირი გახლავთ. ნახეთ, საჭრელი ხვრელი მდებარეობს ცენტრალური. ის ხოა მარჯვენა და მარცხენა, ცენტრალური საჭრელი კბილები ხო გვაქვს აქ? ნახეთ, ალვეოლის კიდიდან მაგათ შორის ავიღებ. განა მარჯვენასთან მარცხენას ავიღებ. რომელიმეს ცენტრალურ მარჯვენა და მარცხენა საჭრელების, აი, ყელის არის ნახავ, ანუ ალვეოლის კიდიდან დაახლოებით 0,8 სანტიმეტრით საით არის? უკან. წინ ხო არ არის კბილებისკენ. ანუ დაახლოებით 0,8 სანტიმეტრით მდებარეობს სად? უკან. ასევე ორიენტირად შეიძლება გამოვიყენო ეს რა ხაზია, რა ქვია თქო, მე რა გითხარით, სასის რა, შუა ხაზი. ნაკერი, სასისვალი თავიდან 2-ია. განვითარების პერიოდში და მე ეს შეერთება. ესე იგი, ერთი ნახე ვერტიკალური ხაზი გამომადგება სასის შუანაკერი და დამჭირდება ეშვები. ოღონდ ეშვებს ხო აქვს წინა კიდე და ანუ დისტალური. ხაზი უნდა წარმოვიდგინო, გავავლო, დისტალურ კიდეებზე დავადებ და გავატარებ ესე ჰორიზონტალურ ხაზს და იქ სადაც ეშვების დისტალურ კიდეზე გატარებული ჰორიზონტალური ხაზი გადაკვეთავს რას? სასის შუა, აი ორი ხაზი ხო სასის შუა ნაკერს, რომელიც ვერტიკალურია ამ შემთხვევაში, აი მდებარეობს საჭრელი ხვრელი. ასევე ძალიან ბევრ ადამიანს კარგად აქვს გამოხატული ამ ადგილას, თქვენ რო სარკით ჩაიხედოთ, ენათ რომ მოისვათ, ქვია ლორწოვანის შემაღლებაა, დრილი, საჭრელი დრილი ქვია. მე ენა მოისვით კინებთან ახლოს და ზოგ ადამიანს ეს შემაღლება ყველას ეთყობა თითქმის, მაგრამ ზოგ ადამიანს კიდევ უფრო მკაფიოდ აქვს საჭრელი დრილი, ანუ შემაღლება ამ ადგილას, სადაც ეს ხვრელი მდებარეობს. პირშიგნითა და პირგარეთა მიდგომით არის. გაცილებით უფრო კარგია და ტექნიკურად მარტივია თუ გააკეთებთ, თქვათ, პირშიგნითა მიდგომით ამ ანესთეზიას. თავი უნდა იყოს. ეხლა ინფრაორბიტულზე არ მჭირდება თავი ასე რო გადავაწევიო, ვერ გავაჭირებ, პირის გაღება არ მჭირდება, ხო სწორია? უბრალოდ თავი უნდა იყოს ესე სწორ მდგომარეობაში და არა სადღაც გადახრილი, მაგრამ აი ამ ანესთეზიის დროს, ისევე როგორც პალატინურის დროს, თავი უნდა იყოს საკმაოდ როგორ მაგრად, მაგრამ აი ესე ნახევრად არა. და პირი ფართოდ გაღებული ორივეს დროს. იგი პალატინურის დროსაც და ინციზიურის დროსაც თავი არის მაქსიმალურად გადაწეული და პირი არის ფართოდ ღია. ეხლა რა მინდა? თქვენ რომელი ორიენტირი გინდათ ის გამოიყენეთ? ან ცენტრალურ საჭრელებს შორის ალვეოლის კიდიდან გადაზომე 0,8 სანტიმეტრი უკან, ან ეშვების უკანა კიდეზე გაატარე ჰორიზონტალური ხაზი და სადაც გადაკვეთავს სასის შუანაკერს, ის წერტილი აიღე ორიენტირად, ხო სწორი ვარ? რომელიც გნებავს ან საჭრელი რა? დრილი, რომელიც ადამიანს ეთყობა. ოღონდ ეხლა ჩხლეტას სად კეთდება? ბავშვებო, ეს საჭრელი დრილი ძალიან მაგრად მომარაგებულია უხვად ნერვული რეცეპტორებით. ბევრია მაგ ადგილას, მაგ თვლში. მან დრო ჩხლეტო პირდაპირ ნემსი ჩაგარტყავს თავში რაღაცას და ძალიან ბევრი რეცეპტორები, ამიტომ პირდაპირ რაც არ უნდა კარგად ეთყობოდეს დრილი ადამიანს და იცი რომ აქ არის ეს ხვრელი, იქ არ უჩხლეტოთ პირდაპირ. დროც საშინლად მტკივნეულია. ჩხლეტას გავაკეთებ. რო ვიცი აი აქ ეს ხვრელი სად არის, ჩხლეტას ვაკეთებ. აი ამ ხვრელისგან ესე გვერდზე წამოვალ, დაახლოებით 0,5-0,8 მაქსიმუმ 1 რა სანტიმეტრით დავაშორი ამ დრილს, სადაც ეს ხვრელი უნდა იყოს.
აი ესე ნემსის მიმართულება როგორია ქვევიდან აქაც როგორ აი ესე აქ თავი ქვევიდან ზევით რო გავჩხვრით აქ ლორწოვანი რას უნდა შევეხო კერძოდ სასისხლს შევეხები დავიწყე ეგრევე რა აქ ცოტა ვწყური სასისხლს ხო იცით უფრო ცოტა დაახლოებით 0.2-იც რო დავუყარო 0.2 მილილიტრი ნახეთ რა ცოტა დავიწყრეთ დაღვრა და მივდივარ ამ ძვალზე ცოცვით თანდათან ღვრի ქვევიდან ზევით და საით მივდივარ წი ხო როგორც კი ნემსის ხვრელი მკაცრავად წვერი ამ ხვრელში მოხდება ეგრევე აქაც გრძნობ რო ჩავარდა შიგნით ნემსის წვერი ოღონდ ეხლა ნახეთ მე რომ მარტო ამ ხვრელში დავღვარო ეხლა 0.5 მილილიტრი კბილები არ გაითიშება მიხვდით ანუ თუ ხვრელში არ შევედი და მეორე ვარიანტი მარტო ხვრელში შევედი და დავღვარე 0.3-0.5 იცით რა გაითიშება მარტო ეს ლორწოვანი სასაზე რაც არის ის ლორწოვანი გაგეთიშებათ ნახე ხო უჩხვლით თვრილიდან 0.5-0.1 სანტიმეტრამდე გვერდიდან წავედი ძვალზე ცოცვით და თქვა აგერ დავღვარი აჰა არ შევედი ხვრელშიც რა გაუტკივარდება მაგარ სასაზე აი ეს ლორწოვანი თქვა ხვრელში მოხვდა ნემსის წვერი და დავღვარი აქ 0.5 და არსად არ შევედი გამოვედი აქაც ლორწოვანი გაუტკივარდება მხოლოდ გესმით და არა კბილები რომელ კბილებზია ლაპარაკი ცენტრალური საჭრელი გვერდით საჭრელი და ეშვამდეც ვრცელდება აუცილებლად წვერი რომ მოხვდა ნემსის ამ ხვრელში დაახლოებით 1 სანტიმეტრამდე უნდა შევიდე თქვენც მოსინჯეთ ამას ქვია ცხვირ სასის არხი უკაცრავად ცხვირის ღრუში არ უნდა შეხვიდე ანუ ამას ხელით ვინც მოვა მე ჩემთან ვასწავლი რამდენზე უნდა შევიდეს დაახლოებით ესე იგი ხვრელში შევალ 1 სანტიმეტრზე ერთამდე 1-ზე მეტი არ შეხვიდეთ თუ 1-ზე მეტი შევალ იქ გავჩხვლიტავ თხელი ძვალია და ნახესაც შევალ ცხვირის ღრუში აუცილებლად ცხვირის ღრუში მიხვალ იმიტომ რომ ძვალი ქვედა კედელი აქ არის ძალიან თხელი და ნემსის წვერით შეიძლება ეს გაჩხვლიტო ესე იგი როგორც კი ინციზიურ ხვრელში მოვხვდები ნემსის წვერით აქაც დავღრი 1 სანტიმეტრამდე მაქსიმუმ 0.5-0.6 აი ესე შეხვალ და დაღური 0.2-0.3 არ უნდა მეტი და 2-5 წუთში მაქსიმუმი რა 2-3 ჰა მაქსიმუმ 5 წუთში მიიღწევა ანესთეზია რა გაუტკივარდა ვთქვი აი სასის მხრიდან ეს ლორწოვანი ფრონტალური კბილები ეშვების ჩათვლით გაუტკივარებულია თუ 1 სანტიმეტრზე მეტ შეხვალ აღმოჩნდებით ცხვირის ღრუში ეხლა რამეს თავში უნდა მოხდეს არა იქ უკვე ეხლა ანესთეზირებულია ძვალს გახვრიტავ სულ არ შეიძლება და თან ანესთეზიას ვერ მიიღებ ცხვირის ღრუში რო დაღური რა გაუტკივარდება ხა კბილები ეხლა პირგარეთა მიდგომით საკმაოდ რთულია შუქი მინდა მონახე ორივე მხარეს უნდა გააკეთო ოღონდ აი ეს ნახეთ საიდან უნდა უჩხვლიტო ესე იგი პირგარეთა მიდგომით რო ვაკეთებდე უნდა ვნახოთ ცხვირის რა გითხარით ეს რა არის რა ნაწილია ეს ფუძია ეს ზურგია ეს გიდე ქვია ამას ეს არის პირველი და ვნახავ კანის კიდეს კანი სადაც არის კანიდან დაახლოებით 1.5 სანტიმეტრის უკან ქვია ცხვირ სასის ჩაღრმავება აი ესე უნდა გავაკეთო ნახეთ მე არ ვიჩხვნით ახლა მოიცათ ნახეთ გარედან აი მიხვდით ცხვირ სასის ჩაღრმავებაში უნდა ჩავიდე რომ მოვხვდე რაში ამ ხვრელში ოღონდ ეს რო გინდოდეს მარჯვენა მხარესაც უნდა გააკეთო აქ ერთი გჭირდება ნახე და ორივე მხარე მარჯვენა მარცხენა ითიშება და აქ რო გააკეთო მარჯვნივაც უნდა ჩახვიდე თუ გინდა ცენტრალურები ყველა გათიშო და მარცხენა მხარესაც ანუ ცხვირ რა სასის ჩაღრმავებაში ამას ცოტა დრო უნდა 8 წუთი მაინც უნდა ანესთეზია რო დადგეს ეხლა თუ არ მომიშალეს მე ცხვირ სასის ჩაღრმავება აი ნახე სად ჩავედი ხედა აჰა ნახე იმ ცხვირ სასის ჩაღრმავებაში ვიჩხვრიდე და სად შევედი აჰა აგერა ნემსით
გამოვედი. 40 გრადუსზე. ნახე რას გულისხმობ კიდიდან თქვა, კანის კიდიდან 1.5 სანტიმეტრით უკან. შიგნით არის ეს ცხვირსასის ჩაღრმავება. გაიგეთ ბავშვებო, ნახეთ. აჰა. ესე იგი, თქვენ რომელიც გინდათ ის აირჩიეთ, მაგრამ უფრო მარტივი რომელი ყოფილა? პირშიგნითა. ეხლა რა მაინტერესებს? მე რო გავთიშო ფრონტალური მიდამო. ესე იგი, რომელი ანესთეზიები უნდა გავაკეთო? ფრონტალური რაკბილების გათიშვა მინდა. ცენტრალური გვერდითი საჭრელი ეშვი ბატონო, რომელი ანესთეზია გავაკეთო? ეს ის არა, სახელი მითხარით. ინციზიური ან ინფრაული. ინციზიური ან ინფრაული. კაი, ან რატო? ან რატო? ორივე ერთად, დიახ. მე თუ გავაკეთებ ინციზიურს, აქეთ ხარი სასის ხარეს გავთიშე. აქეთ გაიქუშა. არა, ამიტომ თუ მინდა ფრონტალური მიდამო სრულად გავაუტკივარო, უნდა გავაკეთო ინფრაორბიტალური ანესთეზია, დაუმატო ინციზიური ანესთეზია. ან არ გამოვა. არა, ან გასაგებია? ეხლა მითხარით ვინ ვერ გაიგო? ეს ადვილი ეხა ეს არ არის რთული ანესთეზია სასწავლად. ყველამ გაიგო, მაგას გავიგებ პარასკევს, არა? პარასკევს და შემდეგ პარასკევს გვაქვს შვალედური, ხო სწორია? აი, წადით ეხლა.